სოციალიზმი რატო არის კონცენტრირებული მუშათა კლასზე, შრომელებზე. ანუ იმიტომ კი არა რომ შრომელები არიან ყველაზე ჩაგრულები. აი ქვიარ თემზე და ემიგრანტებზე უფრო ჩაგრულები ან რაღაცა. არა, იმიტომ რომ შრომელები არიან დიალექტიკური კავშირი არსებობს კაპიტალისტებს და შრომელებს შორის. კაპიტალისტური კლასი დგას ამათ ექსპლუატაციაზე და ამათ აქვთ ძალა იმისი თუ გააცნობიერებენ საკუთარ ინტერესებს და საკუთარ რეალურ ძალაუფლებას კაპიტალის ძალაუფლება დაამარცხონ. ეს არის სოციალისტური თეორია. ანუ სოციალისტური თეორია ის კი არა რომ ყველაზე ჩაგრულს კი არ ამისგან განსხვავდება ანუ ვოუკ ლიბერალიზმი და სოციალისტური თეორია. აი ყველაზე ჩაგრულს კი არ ეძებს და ჩაგრული ჯგუფების ჯამი კი არ კეთდება და ასე შემდეგ. ეს ჩაგვრა რაც არსებობს ამ ყველას მიმართ, ხო? ეს არის ანუ კაპიტალის ჰეგემონიიდან გამომდინარე, ანუ კაპიტალიზმიდან გამომდინარე და მუშათა კლასი არის კლასი, რომელსაც შეუძლია ორგანიზების შემთხვევაში ამ ჰეგემონიის დამარცხება. ამიტომ არის ის ცენტრალური, ამიტომ არის ცენტრალური ხელფასის თემა, სამუშაო პირობების თემა, პენსიის თემა, სკოლაში კვების თემა. იმაზე კი არის ლაპარაკი, რომ რა ქვია, რაღაცა იქ იდენტობის ჯგუფის ჩაგვრაზე, თვალების დახუჭვაზე და ასე შემდეგ, მაგრამ არსებობს ცენტრალური. ცენტრალური ხარჯი, რომელიც ანუ ამბობს, რომ შენი ყველა ამ იდენტობის მიუხედავად ჩვენ გვაქვს რაღაც ტიპის ეს საერთო კლასობრივი ინტერესი.